როდესაც მსოფლიო ვითარდება, მაგრამ აქვს შიში იმის, რომ შეიძლება დადგეს კონკრეტული black swan-ი და კრიზისული მომენტები. მოდით დღეს ვისაუბროთ და წინ წავიწიოთ, გავიგოთ თუ რა არის S&P 500-ის ETF-ის შემადგენელი ნაწილები. S&P 500-ის ინდექსი, მოგეხსენებათ, ამერიკის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური ინდექსია. მისი ფიუჩერსი არის სიმბოლო ES-ი. მას აქვს რამოდენიმე proxy-4-ი, რომელიც BlackRock-ის შემთხვევაში არის SPY ETF-ით წარმოდგენილი, ხოლო Vanguard-ის შემთხვევაში VOO, იგივე VOO. მოდით დღეს შევშალოთ მათ შორის ძალიან მცირე ტექნიკური სხვაობებია, მაგრამ იდეა ფიქსი მათ შორის, რა თქმა უნდა, ერთი და იგივეა. ისინი ორივენი აღნიშნავენ ამერიკას და ამერიკის ეკონომიკის მთავარი გამსაზღვრელი ETF-ები არიან. მოდით რეალურად რა არის SPY, რატომ უძახიან, რისგან შედგება, რა არის დამცავი, რა არის მაღალრისკიანი სექტორები, ვისაუბროთ დღეს ყველაფერზე ამას. პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან. S&P 500 ეს არ არის მხოლოდ ერთი ETF. ეს არის 11 სექტორის, 11 ETF-ისგან შედგენილი ერთი სრული სავაჭრო კალათა, რომლის მთავარი ნაწილი არის ეგრეთ წოდებული XLK, ეს არის ტექნოლოგიური სექტორი და თქვენ რომ მიხვდეთ დაახლოებით როგორ ტიპის კომპანიებზეა საუბარი, მე გეტყვით Sam Holdings თითოეულ სექტორში, ეს არის Apple, Microsoft და Nvidia. ტექნოლოგიური სექტორი ითვლება მაღალი რისკის შემცველ სექტორად, მაგრამ ის ზრდაშიც საკმაოდ აგრესიულია და მაკორექტირებელი ფაზების შემთხვევაში საკმაოდ აგრესიული ვარდნაც იცის, მაგრამ დიდად არ უნდა შეგვარჩინოს, იმიტომ რომ ამერიკა არის ტექნოლოგია და ტექნოლოგიაზე დაფუძნებით ის არის მსოფლიო ჰეგემონი. შესაბამისად, XLK ეს არის ყოველთვის მაღალი რისკის და მაშინ, როდესაც ქვეყანაში და მსოფლიოში ზოგადად ეკონომიკა დუხს, XLK ETF-ი, ტექნოლოგიური ETF-ი ყოველთვის მოწინავე და პირველი იქნება. შემდგომი ეს არის ჯანდაცვა, იგივე healthcare სექტორი ETF-ით XLV. მასში არის მრავალი კომპანია, ძირითადად ჯანდაცვის სექტორიდან მიხვდებოდით თქვენ თავად. სამი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, ეს არის Eli Lilly, United Healthcare Group-ი, მაგალითად Johnson & Johnson-ი. შემდგომი financials, მათი ტიკერი არის XLF-ი. თავარი არის Berkshire Hathaway, JP Morgan Chase, Visa და სხვები. ესენი არიან კომპანიები, რომლებიც მოწინავე კომპანიები არიან. ფინანსურ სექტორზე ვთქვათ ორი სიტყვით ის, რომ ფინანსების გარეშე თუ ბანკებს ზოგადად ტრენდი არ ეკნებათ, ბაზარიც შესაბამისად ქვევიცავა და მე მინდა გესმოდეთ, რომ Nasdaq-თან ერთად XLF-ი ყოველთვის არის მოწინავე ავანგარდშია, როგორც uptrend-ში, აღმავალი ტენდენციის დროს, ასევე downtrend-ში. რაც ეხება წეგან თქვით ჩვენ healthcare სექტორი, იგივე XLV, ის უფრო არის ეგრეთ წოდებული დამცავი სექტორი, რომელსაც ხალხი მაშინ ყიდულობს, როდესაც უფრო შიშები აქვთ, რომ რაღაც ეკონომიკური კრიზისები გარდაუვალია. მომდევნო, სამომხმარებრო დისკრეციული, consumer discretionary, ETF-ით XLY. ეს არის არასავალდებულო მოხმარების საქონელი და სერვისები. ისეთი კომპანიები, როგორც Amazon, Tesla, Home Depot, ეს კომპანიები მოგეხსენებათ არ ყიდიან ისეთ სამომხმარებლო ნივთებს, რომელზეც ადამიანი დამოკიდებულია ყოველდღიურად და მათ გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. მაგრამ სამომხმარებლო სექტორია, რა თქმა უნდა, ისინი აწარმოებენ ყველა იმ ნივთს, რაც ჩვენ შეგვლივ არის. მომდევნო, სამომხმარებლო ძირითადი სასაქონლო საქონელი, იგივე consumer staples, აქ ტიკერი არის XLP და XLP-ში შემავალი კომპანიები, როგორიც არის Procter & Gamble, Costco, Coca-Cola, აი ესეთი კომპანიები კი ნამდვილად არიან ისეთი ტიპის კომპანიები, რომლებიც ჩვენ ყოველდღურად გვჭირდება და დამოკიდებულები ვართ მათზე. ორივე შემთხვევაში სამომხმარებლო ორივე სექტორი, როგორც XLY და ასევე XLP, ესენი არიან შედარებით ჩამორჩებიან რისკებით ტექნოლოგიურ სექტორებს, მაგრამ პირდაპირ მათ დამცავებადაც ვერ გამოვიყენებდით თუ არა XLP-ს. როგორც ჯანდაცვის სექტორს მოგეხსენებათ, რაც არ უნდა კრიზისი დადგეს საავადმყოფოში. მაინც უნდა წავიდეს ადამიანი და წამალი მაინც უნდა დალიოს. იგივეა კონკრეტული ამ სექტორის, ანუ XLP სექტორის შემადგენელი კომპანიები, რომლებიც განსაკუთრებით აწარმოებენ ისეთ პროდუქციას, რომელზეც ჩვენ ყოველდღიურად ვართ დამოკიდებული, ყოველთვის იქნებიან უფრო დამცავი, ანუ კრიზისების დროს დამცავ კომპანიებად. შემდგომ ეს არის კომუნიკაციის სერვისები, communication services. ტიკერი XLC. სამი უმთავრესი ჰოლდინგი ეს არის Meta,
Alphabet-ი და მოდი ვთქვათ Verizon-ი, AT&T, T-Mobile არ აქვს მნიშვნელობა. ეს არის ყველა ის კომპანია, რომელიც ჩვენს კომუნიკაციას უწყობს ხელს. შემდგომ ინდუსტრიული სექტორი, industrials. ეს არის ETF-ი XLI და ძირითადად მოიცავს ისეთ კომპანიებს, როგორიც არის GE Aerospace, Caterpillar, RTX Corporation-ი, ანუ ეს არის ინდუსტრიული ტიპის კომპანიები. შესაბამისად, მე ვიტყოდი ესე, რომ მათზე მაღალი ფსონი არ გედება, მაგრამ დივიდენდის მოყვარულებს ეს სექტორი მატერიალებთან ერთად, რომელზეც ჩვენ აუცილებლად მივალთ, ძალიან უყვართ, იმიტომ რომ ძირითადად სტაბილური სექტორია, ეს სექტორი უფრო არ არის აგრესიული ზრდის, ასევე ვარდნებში საკმაოდ კარგად უჭერია თავი, უფრო დივიდენდს გაცემს და ისეთი ინვესტორებისთვის, რომლებიც short terms არ უყურებენ და long term-ში, ანუ დიდი ხნით მარაუდობენ ინვესტირებას, საკმაოდ კარგად უძლებენ ნებისმიერი სახის კრიზისს. ენერგეტიკა, იგივე ენერგი სექტორი, XLE, ნავთობის, გაზის, ენერგორესურსების მოპოვების და გადამამუშავებელი კომპანიებისგან შედგება. ისეთი როგორც ExxonMobil, Chevron, ConocoPhillips და ბევრი სხვა არ აქვს ამას მნიშვნელობა. ეს არის ენერგი სექტორი და პირდაპირ დამოკიდებულია ნავთობის ფასზე და გახსოვდეთ ერთი რამ, რომ ენერგი სექტორი კრიზისებში გააჩნია როგორი ტიპის კრიზისია, შეიძლება დადგეს როგორც დამცავების მხარეს, ასევე მაღალი რისკის ესეტების მხარეს. შემდგომ მეცხრე უძრავი ქონება, ეს არის real estate, ტიკერით XLRE, Prologis, American Tower, Equinix-ი, ეს არის ძირითადი კომპანიები, რომლებისგანაც ის შედგება და მსგავსი მაგისგან. შესაბამისად, მათი ძირითადი საქმიანობა არის ისეთი კომპანიების ტრეკინგი, შემოწმება და კონტროლი, რომლებიც უძრავ ქონებაში არიან, როგორც მაგალითად უძრავი ქონება, სამხმარებლო, ერთოთახიანი, ოროთახიანი ან სახლების მშენებლობით, ასევე კომერციული ფართებით და ასევე ამ სექტორში შედის სხვადასხვა ფონდები, რომლებიც მობილიზებულები არიან, მაღალ დივიდენდს იხდიან, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ინვესტორების ფულით აშენებენ სხვადასხვა შენობებს, შემდგომ აქირავებენ და მოგებულ შემოსავალს მაღალი დივიდენდის სახით უნაწილებენ თავიანთ კლიენტებს. შესაბამისად, დიახ, სწორად მიხვდით, იმ ადამიანების ჯგუფს, რომლებიც დიდი ხნით ინვესტიციას ფიქრობენ, მოსწონს ეს სექტორი იმისთვის, რომ უფრო მაღალი დივიდენდი მიიღოს, მაგრამ უძრავი ქონების ETF-ში შემავალი დივიდენდები ცოტათი უფრო მაღალი იქნება ყოველთვის, ვიდრე XLI-ში, ინდუსტრიალში ან XLB-ში მატერიალებში. მივედით ამ სექტორამდეც მატერიალებამდე, ეს არის XLB, ეს არის კომპანიები, მასში შემავალი კომპანიები ძირითადად მეტალებში, ქიმიკატებში, სამთო ინდუსტრია, სამშენებლო მასალებში, მთავარი ჰოლდინგებია Sherwin-Williams-ი, Freeport-ი და Linde. ვინც ბაზარზე დიდი ხანია ვართ, ყველა ეს კომპანია ვიცით. მატერიალებში ძირითადად შემავალი კომპანიები ისევ და ისევ დივიდენდებს იხდიან, განსაკუთრებით ეხლა, როდესაც ამ სექტორის ერა მოდის და ის საკმაოდ მცირე იყო აქამდე და რა თქმა უნდა, ენერგისთან ერთად და ის დისბალანსი იცვლება, ანუ ძირითადად დიდი როტაცია იქნება ამ სექტორში, იმიტომ რომ შორტეჯი გვაქვს, ანუ არა გვაქვს საკმარისი რაოდენობით სხვა ტიპის მინერალები და ასე შემდეგ, მე ვთვლი, რომ მომდევნო 10 წელი ზუსტად ასეთი ტიპის სექტორებს, ასეთი ტიპის კომპანიებისთვის იქნება, გაითვალისწინეთ ეს სახელები, აუცილებლად მიადევნეთ თვალი და გესმოდეთ, მაგრამ ასევე XLB ყოველთვის იქნება დამცავების მხარეს, ანუ კონკრეტული კრიზისების დროს უფრო მზარდი იქნება, ვიდრე მაგალითად მაშინ, როდესაც ეკონომიკა დუხს ან ბუმია. უფრო მაშინ არის მიმზიდველი, როდესაც მსოფლიო ვითარდება, მაგრამ აქვს შიში იმის, რომ შეიძლება დადგეს კონკრეტული black swan-ი და კრიზისული მომენტები. კომუნალური მომსახურების სექტორი. ეს არის XLU. მასში შედიან NextEra Energy, Southern Company, Duke Energy, ეს არის ისეთი ტიპის კომპანიები, რომლებიც ამერიკაში ყოველდღურად გამოიყენება კომუნალურ სერვისებს აწოდებენ ამერიკის მოსახლეობას და შესაბამისად პირველივე სიტყვაზე ალბათ მიხვდებოდით, რომ განსაკუთრებით დამცავი სექტორია, იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება ადამიანმა მოიკლოს Tesla-ს მანქანა, მოიკლოს ჩიპები და ასე შემდეგ, ან კომპიუტერები, ნაკლები შეუკვეთოს Amazon-ზე, მაგრამ მოგეხსენებათ კომუნალურ სექტორს, კომუნალურ სერვისებს ვერ აცდება, რაც არ უნდა კრიზისი დადგეს. ეს იყო ბოლო მე-11 სექტორი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ. მე მინდა გახსოვდეთ მთავარი და ვთქვა ახლა ერთი, რომ ერთი სექტორი არადროს არ მიდის წინ და ეხლანდელი მარკეტი, თებერვალი-იანვრის მარკეტი, განსაკუთრებით 2026 წლის ამის საუკეთესო მაგალითი. ახალი ინვესტორები, რომლებიც ჰაიპ სახელებით ტექნოლოგიური სექტორიდან იყავით უფრო დაინტერესებულები და მათში აინვესტირებდით, ხედავთ ალბათ, რომ თქვენი პორტფოლიო წითელია, მაგრამ მათ ვინც სწორი სტრატეგიაში არჩია, სწორი რებალანსირება გააკეთა და სწორად გადავიდა სექტორიდან სექტორში, მათ პორტფოლიოს არაფერი არ ჭირს და თვითონ S&P 500-ის ETF-იც ჯერჯერობით თითქმის თავის მაქსიმუმებთან ივაჭრება. შესაბამისად, ეს არ არის ფინანსური რჩევა, მე უბრალოდ გიზიარებ ჩემს ცოდნას, იმედი მაქვს საინტერესო იყო.
თქვენი შეკითხვები გამოუშვით კომენტარებში და შევეცდები სხვადასხვა ვიდეოები ჩავწერო, რომელიც გაცემს ყველა იმ თქვენ კითხვას პასუხს, რომელიც თქვენ გაქვთ. ასევე, ვინც არ ხართ ჩვენი ჯგუფის წევრები, შემოგვიერთეთ ჩვენ Telegram-ში, იმიტომ რომ ყოველ კვირას ჩვენ გვაქვს სპეციალური გადაცემასავით, როდესაც ყოველ კვირას ვიკრიბებით ნიუ-იორკის დროით 9 საათზე და გვაქვს მთელი ბაზრის შეჯამება და ასევე მომდევნო კვირის ბაზრის მიმართულებების დადგენა. დიდი მადლობა და კარგად ბრძანდებოდეთ.